მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც მე დამამარცხა. ციტატის ავტორია ქართველი მწერალი პოეტი ოთარ ჭილაძე. ფაქტობრივად შეუძლებელი ციტატაა სათქმელადაც, საფიქრადაც, საანალიზოდაც. პარადოქსსაც ვერ დავარქმევ იმას, რაც ამ ორ სტრიქონში წერია და თითქმის ვერც ანალოგი მოუძებნე. ოღონდ ისე მიმიზიდა ამ ციტატამ, რომ ვეღარ მოვწყდი, სანამ ჩემ თავს რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით ფიქრი არ გამოვწურე ამ ორ სტრიქონთან დაკავშირებით. სანამ გიამბობთ, როგორ მუშაობდა ჩემი გონება, როდესაც ამ ციტატაზე ვფიქრობდი, მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. ოთარ ჭილაძის ამ დალოცვამ, რომ ღმერთის წყალობას უსურვებს თავის დამამარცხებლებს და თანაც ყველას, პირველ რიგში ლინორ გორალიკის ციტატა გამახსენდა, რომელზეც ადრე ერთ გადაცემაში ვრცლად ვილაპარაკე. აი რას ამბობს ლინორ გორალიკი, თანამედროვე ისრაელელი მწერალი. ჩვენთვის თითქმის არაფერი უსწავლებიათ მათ, ვისაც ვუყვარდით. თავარი მათ გვასწავლეს, ვისაც არ ვუყვარდით. ოთარ ჭილაძის ციტატაც თითქოს აქეთ გიბიძგებს, იფიქრო, რომ იმიტომ ლოცავს თავის დამამარცხებლებს, მათგან ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილები მიიღო. ადამიანის ბუნებრივი რეაქცია მარცხზე, დამარცხებაზე, ალბათ არის გაბრაზება პირველ რიგში საკუთარ თავზე და შემდეგ სხვაზეც. შესაძლოა მეორე რეაქცია იყოს მსხვერპლის როლში საკუთარ თავის ჩაყენება, მაგრამ ოთარ ჭილაძე აი ამ პარადიგმას მთლიანად ცვლის. ამ ციტატაში, რომ ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც მე დამამარცხაო, არ ჩანს ბრაზი არც გამარჯვებულის მიმართ და რაც მთავარია, არც საკუთარი თავის მიმართ. ამიტომ ჩნდება აზრი, თითქოს ოთარ ჭილაძის ციტატაც ასე შეიძლება წავიკითხოთ, რომ დამარცხებული, მაგრამ ჭკუანასწავლი ადამიანი ლოცავს მათ, ვინც მას ჩაუტარა ცხოვრების მთავარი გაკვეთილები. ამ ლოცვის მიზანი ისიც შეიძლება იყოს, რომ სანამ ბრაზი გმართავს, ბრაზის ტყვე ხარ და თუ შეძელი და ამ ბრაზს აჯობე, ესე იგი ფაქტობრივად თავისუფლდები. სათქმელად ადვილია, მაგრამ სხვის მიმართ ბრაზისგან შესაძლებელია უფრო ადვილად გათავისუფლდე, მაგრამ დამარცხებული ადამიანი, რომ თავისი საკუთარი თავის მიმართ ბრაზისგან გათავისუფლდეს, ამას ჭირდება ძალიან დიდი შინაგანი რესურსი და ძალა. შეიძლება კი ადამიანი მეორე ადამიანის მადლიერი იყოს იმის გამო, რომ მან იარები მიაყენა, ტკივილი განაცდევინა, დაამარცხა და ამით საკუთარი თავის ღრმად შეცნობაში დაეხმარა. ეს კითხვა ჩემთვის იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სხვა კითხვებისკენ მიბიძგებს და სხვა კითხვებისკენ მიხსნის გზას. და აი რა არის ეს სხვა კითხვები? გულისხმობს თუ არა ოთარ ჭილაძის ციტატა ადამიანის ტრანსფორმაციას? გულისხმობს თუ არა, რომ ადამიანი იზრდება ტკივილის და დამარცხების ფონზე? გულისხმობს თუ არა, რომ დამარცხების ღირსეულად მიღება უფრო ძნელია, ვიდრე გამარჯვების ღირსეულად მიღება? და ამიტომ ხომ არ ლოცავს პოეტი თავის დამამარცხებელს, რომ საკუთარ თავზე ან სამყაროზე მეტის გაგებაში დაეხმარნენ. დღევანდელ ციტატასთან დაკავშირებით თავიდან ეს იყო ჩემი მთავარი კითხვა. გზადაგზა თავში კიდევ ერთი ვერსია დამებადა. იქნებ ღვთისწყალობა პირველ რიგში სწორედ გამარჯვებულს სჭირდება, რომ ამ პარტავნების და ძალაუფლების ცდუნება არ შეიპყროს. ამას მეტი რა გვინახავს საკუთარი თვალით დღევანდელ საქართველოში? რა სიხარულით მიიღო ხალხმა თავიდან ჯერ ზვიად გამსახურდიას გამარჯვება, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება. მაშინ დამარცხებულს რომ ეთქვა ეს სიტყვები, ღმერთმა ხელი მოუმართოს იმას, ვინც დამამარცხაო, ხომ იქნებოდა სწორი გზავნილი სამყაროს მიმართ? ნამდვილად იქნებოდა, იმიტომ რომ გამარჯვებულებს შემდეგ
ბევრჯერ დასჭირდათ უზენაესი ძალების წყალობა იმისთვის, რომ ადამიანობა არ დაეკარგათ. სწორი კი იქნებოდა ეს, რომ ეთქვათ დამარცხებულებს, მაგრამ ვერც ერთი დამარცხებული პოლიტიკური ლიდერი გამარჯვებას და ღვთისწყალობას ვერ უსურვებს იმას, ვინც იგი დაამარცხა და პირიქით არ მომხდარა ესეთი რამ და არც იყო მოსალოდნელი. ადამიანობის შენარჩუნება ჩვენთან გამარჯვებულებს უფრო უჭირდათ ყოველთვის და ასეა დღესაც. სანამ ჩემ თავარ ვერსიას გაგიზიარებთ, მინდა კიდევ ერთი ადამიანი ვახსენო, ავსტრიელი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი ვიქტორ ფრანკლი. ეს ადამიანი 1942 წლიდან ომის დამთავრებამდე აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე იყო, გაიარა ეს წლები ტყვეობის, გადარჩა და შემდეგ თავის გამოცდილება ძალიან დაწვრილებით აღწერა. აი სწორედ ვიქტორ ფრანკლი ფიქრობდა, რომ როცა ადამიანს არაფერი აღარ შეუძლია, როცა მან უკვე ყველაფერი დაკარგა, მას მაინც რჩება ერთი თავისუფლება. მას რჩება თავისუფლება კონდეს ისეთი რეაქცია, როგორცაც თვითონ აირჩევს იმის მიმართ, რის შეცვლაც უკვე აღარ შეუძლია. ვიქტორ ფრანკლის ეს აზრი იმიტომ გამახსენდა ოთარ ჭილაძის ციტატის კონტექსტში, რომ სწორედ დამარცხებულს აქვს ის თავისუფლება, რომ გამარჯვებულს მიულოცოს, ეს გამარჯვება თუ ღმერთის წყალობა უსურვოს და ეს არის იმ ადამიანის დამოკიდებულება, რომელსაც უკვე არაფრის შეცვლა აღარ შეუძლია, მაგრამ შეუძლია, რომ აი ამ ღმერთის დალოცვით თავისუფლება მიანიჭოს საკუთარ თავსაც და მეორე ადამიანსაც. ლუკას სახარების 23 თავში არის აღწერილი, რას ამბობს ჯვარზე გაკრული ქრისტე. მამაო, მიუტევე ამათ, იმიტომ რომ არ იციან რას აკეთებენ. ცხადია იმ ხალხს გულისხმობდა, რომელიც ფიქრობდა აი ამ მომენტში, რომ აი მოვიდა დრო და დავამარცხეთ იესო ნაზარეველი. შესაძლოა სახარების ეს სიტყვები იყო მთავარი შთამაგონებელი ოთარ ჭილაძისთვის, როდესაც წერდა, რომ ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც მე დავამარცხავ და ამ კონტექსტში სიტყვა ყველა მაინტერესებს პირველ რიგში, იმიტომ რომ ვინმე კონკრეტულს არ გულისხმობდა ოთარ ჭილაძე, რაღაცნაირად საყოველთაო დალოცვის აქტია და აქედან, ანუ ამ სიტყვიდან გამომდინარე, ჩამომიყალიბდა ჩემი ბოლო ვერსია ამ ციტატასთან დაკავშირებით, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ. ოთარ ჭილაძე იყო ადამიანი, რომელიც საბჭოთა საქართველოში ძალიან ღრმა სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა. ბევრს ფიქრობდა ღირსეულ სიკვდილზე, იმიტომ რომ ვიცით, რომ ადამიანს ვერ შეაფასებ მართლაც, სანამ მის ცხოვრებას სიკვდილი წერტილს არ დაუსვამს. და აი რას წერდა ოთარ ჭილაძე. ადამიანის სინდისია, სინდისის გარდა რაც არ უნდა წართვა, მაინც ადამიანი იქნება. სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. საბჭოთა პერიოდში სინდისით ცხოვრება ადამიანს სოციალურ ჭრილში წარმატებას, გამარჯვებებს, ბედნიერებას ვიცით, რომ ვერ მოუტანდა. ცხადია, ბევრად მეტი იქნებოდა მარცხიც და იმედგაცრუებაც, მაგრამ როცა ადამიანმა ზუსტად იცის რა დევს სასწორის ორპინაზე, მისთვის დამარცხება ძნელად მისაღები არ არის, იმიტომ რომ თავიდანვე დამარცხების მხარე აქვს არჩეული. და ამ დროს ნამდვილად გულწრფელად შეუძლია თქვას, რომ ღმერთო ყველას ხელი მოუმართე, ვინც სასწორის პინაზე გამარჯვებულის მხარე, ანუ კეთილდღეობით ცხოვრება აირჩიაო. არც ბრაზი ექნება გულში და გულწრფელადაც ეცოდინება, რომ სწორედ გამარჯვებულს, სწორედ რეჟიმის მომხრეს, სწორედ ქრისტეს ჯვარზე გამკვრელს ჭირდება პირველ რიგში ღმერთის წყალობა და ღმერთის დახმარება. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ მაშინდელმა საზოგადოებამ, ხალხმა თუ ოფიციოზმა ოთარ ჭილაძის ფასი არ იცოდა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდნენ. ფორმალურად ეს იმაშიც აისახა, რომ 1983 წელს მას მიანიჭეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია რომანისთვის რკინის თეატრი, მაგრამ ეს აფერს განსაკუთრებას არ ნიშნავდა იმის ფონზე, რომ ოთარ ჭილაძის შემოქმედების სიღრმეს და მის პირად უხინჯო პატიოსნებას თვალს ვერავინ ვერ უხუჭავდა იმ ეპოქაშიც კი.
და ასეთი ადამიანი, როგორიც ოთარ ჭილაძე იყო, სულიერ ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარ თავთან თუ დამარცხდებოდა და ყოფაში კი შეიძლება ბევრთან დამარცხებულიყო, მაგრამ ყოფაში დამარცხება ასეთ ადამიანს შინაგანად ვერ შეცვლიდა, მას შინაგანად ვერ გაზრდიდა და ამიტომ ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ლინორ გორალიკის ციტატაში სულ სხვა რამ წერია, ხოლო ოთარ ჭილაძის ციტატაში წერია სრულიად სხვა რამ. ეს გავს თითქოს ერთი შეხედვით ერთმანეთს, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულია ეს ორი აზრი. სულიერ ცხოვრებას, შინაგან თავისუფლებას ვერავინ ვერ წაგართმევ, თუ შენ თვითონ არ დათმე და როდესაც შენ დამამარცხებელს ღვთისწყალობას უსურვებ და სინამდვილეში იმ სიმაღლეზე ხარ, რომ შეგიძლია ის დაალოცო, ესე იგი უკვე გამარჯვებული ხარ. შენზე მეტად გამარჯვებული, შენზე მაღლა მდგომი სულიერად ვერავინ ვერ იქნება. აი ასე მწამს მე და სიამდვილეშიც ალბათ ასეა. ჩემთვის კი ჩამოვყალიბდი, რომ ოთარ ჭილაძის მარცხი მის შინაგან სამყაროს, მის პირად თავისუფლებას არ შეხებია, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებდი და კიდევ რაღაცას ვეძებდი მის ნაწერებში, რაღაც ხელჩასაჭიც, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი რას და მგონი ის დამემართა, ვინც ეძებს, რომ პოულობს. აი, რა ვიპოვე? წაგიკითხავთ ახლა ოთარ ჭილაძის იმ ციტატას, რომელიც ვიპოვე მაშინ, როცა არ ვიცოდი ზუსტად რას ვეძებდი. სიყვარულიც თავისებური ომია, ომის და დაპირისპირების განსაკუთრებული სახეობაა. თუმცა ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების მეტი უნარი აღმოაჩნდება. ციტატის დასასრული. აი ასე ცვლიან ადგილებს ოთარ ჭილაძის სიყვარულით სავსე სამყაროში გამარჯვებულები და დამარცხებულები. ეხლა შევეცდები კიდევ უფრო მკაფიო დაავხსნა, რას გულისხმობ. როგორც მისმა მკითხველმა ძალიან კარგად ვიცი, რომ ოთარ ჭილაძეს სიყვარულის ბევრი ომი გადაუტანია და ბევრ ომში დამარცხებულა იმ გაგებით, რა გაგებითაც მარცხი მის ციტატაში არის აღწერილი, ანუ მის ლექსში, მის ორ სტრიქონში, რომელზეც დღეს ვლაპარაკობ. ყოველ ურთიერთობაში შესაძლოა ის სვამდა ბოლო წერტილს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა მისთვის, რომ თვითონ გაიმარჯვა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას, აბსოლუტურად ყველას, ვინც მას დათმობის, გაგების, მიტევების უნარით უჯობნია, მისთვის ყოფილა ის ადამიანი გამარჯვებული და ასეთ ადამიანს, რა თქმა უნდა, დალოცავდა გულით და ცხადია გულწრფელად იტყოდა მათ შესახებ, რომ ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც მე დამამარცხაო. აი აქ შევჩერდები და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ციტატა კიდევ ბევრნაირი ახსნის საფუძველს იძლევა, მაგრამ დღეს რაც შემოგთავაზეთ, ეს ჩემი ახსნაა, ჩემი ინტერპრეტაცია. ნამდვილად დიდი გაკვეთილი იყო ჩემთვის ოთარ ჭილაძის ამ ფრაზაზე ფიქრი. თავიდან შემძრა ამ ციტატამ, მაგრამ შემდეგ მასზე ფიქრმა ახალი ენერგიით ამავსო და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს დიდხანს გაყვებათ ფიქრი ამ უნიკალურ ორ სტრიქონზე. ახლა ხვალამდე გემშვიდობებით და გიტოვებთ თხოვნას, ტრადიციულ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ციტატა და რა თქმა უნდა, ჩემი უღრმესი მადლობა ყველას, ვინც უკვე ჩემთან ერთად ხართ.